საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურა და მოძრავი შემადგენლობა განახლდება. სახელმწიფო კომპანია 50-მდე ლოკომოტივის და 1500 ვაგონის შეძენას გეგმავს. ამასთან მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც სატვირთო მატარებლებზე გადაზიდვების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის. სიახლეებია სამგზავრო მიმართულებითაც. საქართველოს რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვას გეგმავს. ამასთან მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია. განახლების გეგმა დღეს საქართველოს რკინიგზამ სამთავრობო გუნდთან ერთად ოფიციალურ პრეზენტაციაზე წარადგინა. რაც შეცვლის დაგეგმილი პროექტები რკინიგზის ოპერირებაში. უფრო მეტ დეტალს ეკა გაზდელიანი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ეკა გისმით. მოგესალმები ელენე, დაგეგმილ პროექტებს ისტორიულ განახლებას უწოდებს მთავრობა, რაც მათივე შეფასებით, რამაც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალი უნდა გააუმჯობესოს. 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება რკინიგზის ინფრასტრუქტურასა და მოძრავ შემადგენლობაში 2026 და 28 წლებში. და ამ გეგმაში შედის სავაგონო პარკის გაზრდა, ლოკომოტივების განახლება, სამგზავრო მიმართულებების განახლება და სრულიად ახალი მატარებლების შესყიდვა და ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც, ხოლო ჯამში 10 წლიანი გეგმით, როგორც რკინიგზის ხელმძღვანელმა გვითხრა, ჯამში 1,7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ ცვლილებების ფარგლებში 16 ახალი სამგზავრო მიმართულება უნდა დაემატოს არსებულ რეისებს, მათ შორის უახლოეს პერიოდში ეს იქნება თბილისი-ქუთაისი და თბილისი-ახალციხის მიმართულება, ასევე რკინიგზით მგზავრობის დრო ითქვა, რომ საათნახევრით შემცირდება, რადგან სიჩქარეზე არსებული შეზღუდვები მოიხსნება. ჩვენ ასევე ვკითხეთ რკინიგზის ხელმძღვანელს, იგეგმება თუ არა რკინიგზაზე კერძო ოპერატორების დაშვებაც, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც აღმოჩნდა, ეს საკითხი არ განიხილება. კერძო ოპერატორების დაშვება შესაძლებელია განვიხილოთ, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე და ჩვენ სამეზობლოში ასეთი რამე პრაქტიკაში არ არის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამაზე ჩემი მხრიდან იყო რამოდენიმე დისკუსია და განხილვა რა თქმა უნდა შესაძლებელია. ლოკომოტივების ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადება, ვფიქრობთ, რომ ან მიმდინარე თვის ან შემდეგ თვის გამოვაცხადებთ ლოკომოტივების ტენდერს. ეს ტენდერი ტარდება სრულად სოფლიო ბანკის რეგულაციებით. და ბაზრის კვლევა რო ჩავატარეთ, საკმაოდ დიდი დაინტერესება არის როგორც ევროპული, ასევე აზიური ქვეყნებიდან. ჩვენ ვაგრძელებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. 2026 წლის აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმი, თბილისი-ახალციხის ძირითადი სარკინიგზო ხაზის სრული რეაბილიტაცია. შედეგად, ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ხოლო ბათუმის მიმართულებით კი შემცირდება დაახლოებით 4 საათამდე. პარალელურად ჩვენ უკვე გვაქვს დაწყებული ქვეყნის მასშტაბით ყველა ძირითადი სადგურის ეტაპობრივი განახლება. თუმცა ჩვენი მიზანი გაცილებით დიდია. ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას, პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას. აღინიშნა, რომ რკინიგზაში ოპტიმიზაციის შედეგად 230 მილიონი ლარი დაიზოგა საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან ერთად, განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაციაც, გაფორმებული ხელშეკრულებები გადაიხედა და ჯამში 1000 თანამშრომელი გათავისუფლდა. ამავდროულად მთავრობა აცხადებს, რომ რკინიგზის ახალი მენეჯმენტის პირობებში ბოლო 1 წლის განმავლობაში კომპანიის წმინდა მოგებაც გაიზარდა 30%-მდე, რენტაბელობის კუთხითაც არსებობს გაუმჯობესება და პრეზენტაციაზე თქვეს, რომ საოპერაციო მოგების მარჟა 25-დან 36%-მდე გაიზარდა, ხოლო მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა 30%-ით გაუმჯობესდა. განხორციელდა ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში შევეხები კადრების ოპტიმიზაციას. საქართველოს რკინიგზაში შემცირდა 1000 საშტატო ერთეული. რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს თუ რა ტიპის ინსტიტუციური პრობლემები იყო საქართველოს რკინიგზაში. 1000 საშტატო ერთეულის შემცირების ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა. ამ ყველაფრის შედეგად, ოპტიმიზაციის შედეგად, საქართველოს რკინიგზა წლიურ ჭრილში სოგავს 24 მილიონ ლარს. უნებრივია ეს არის ის თანხა, რაც ჩაბრუნდება ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში და შესაბამისად მოიმსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ასევე იყო არასწორი პრაქტიკა, არსებობდა შუამავალი კომპანიები. 10-ზე მეტ შუამავალ კომპანიაში გადანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდა საქართველოს რკინიგზაში. ამ ყველაფრის შედეგად დაზოგილმა თანხებმა და დამატებითმა შემოსავალმა ჯამურად შეადგენა 18,9 მილიონი ლარი. გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, როგორც ჩანს, როგორც ხედავთ, ანუ ინვესტიცია საკმაოდ მოცულობითია. მაგრამ აი ეს გეგმა მთავრობასთან ჩართულობით ჩვენ შევიმუშავეთ და გარკვეული ნაწილი ამ ასე ვთქვათ მიმართულებებიდან უკვე დაწყებული გვაქვს.
ამ ნაწილში მინდა ხაზი გაუსვა ანაკლიის სადგურამდე მისასვლელ სარკინიგზო ხაზს, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში უკვე დავასრულეთ პროექტირების ნაწილი და უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, რომ დავიწყოთ ანაკლიის მისასვლელი 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ფაქტიურად ყველა მიმართულებაზე სატრანზიტო დროები განახევრდება. გაორმაგდება, ასე ვთქვათ, ტვირთების გამტარუნარიანობა. დღეს არსებული ჩვენი მოძრავი შემადგენლობიდან გამტარუნარიანობა არის 15 მილიონ ტონამდე. ამ გეგმის განხორციელების შემდეგ ჩვენ გვაორმაგებთ და ავდივართ 30 მილიონ ტონამდე და ყველა სამგზავრო მიმართულებაზე რეისები შემცირდება მინიმუმ 30%. რაც შეეხება სატვირთო და სატრანზიტო მიმართულებას, რკინიგზაში აცხადებენ, რომ ქვეყნის გადაკვეთის დრო ამ კუთხით 20%-ით შემცირდა, პროგრესია გაციფრულების კუთხითაც, ჩინეთთან, ყაზახეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით საზღვაო პროცედურების დრო აქაც შემცირებულია, როგორც გითხრეს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შემდეგ, ვინაიდან დერეფანში გაზრდილია ტვირთნაკადებით, სამთავრობო გუნდში აცხადებენ, რომ აზიის ქვეყნებთან ერთად შუა დერეფანი გლობალური ვაჭრობის კონკურენტუნარიან ალტერნატივად ყალიბდება. მადლობა ეკა გაზდელიანს უსმენთ პირდაპირ.